საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული ფასეულობების და ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. გახმაურებული წიგნის არც თუ ისე დიდი ხნის წინ შემდგარი პრეზენტაციაც ამ მიზნის შემუშავებული ახალი გეგმის პირველი ნაწილი იყო. პროვოკაციის მეორე ნაწილი კი ტელეკომპანია კავკასიის ეთერში განხორციელდა. ეს წიგნი და მისი პრეზენტაციაც იყო სატყუარა და ხაფანგი, რაც შემდგომმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. ჩვენი აზრით ყველაფერი გაკეთდა შეგნებულად. დეისაძე დაკვეთის შემსრულებელი ბრმა იარაღი იყო. იმისათვის, რომ მოეხდინათ მორწმუნეთა, განსაკუთრებით კი მართლმადიდებელთა პროვოცირება. აქვე აღნიშნავთ იმასაც, რომ მართლმადიდებლობის სახელით არც ერთი ორგანიზაცია არ არის საპატრიარქოს ინიციატივით შექმნილი. მიუმართავთ ხელისუფალთ. რეალური შეფასება მისცენ მომხდარს და სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისაგან, დაიცავს პიროვნების და საზოგადოების პატივსა და ღირსებას და მათ რელიგიურ გრძნობებს.